ტექნოლოგიის მხრივ არის ჩვენი ბევრად უკეთესი, უფრო შორმანძილზე მოქმედია, უფრო ნაკლებად შახშობადი არის, უფრო უკეთესი სისტემები აქვს, უშუალოდ hardware არის უკეთესი და software არის. ახლა ახალი software-ები არის, რომელთაც პილოტს შეუძლია სამიზნე უბრალოდ მონიშნოს და მერე დადოს პულტი და ეს დრონი თავის პოულობს თავის სამიზნეს და მსგავსი რაღაცები. უკვე ხელოვნური ინტელექტიც კი შეიყვანეს software-ში. შესაბამისად კი უკრაინას ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს. ომი თავიდან ბოლომდე დადასული არის ასე ვთქვათ დრონების პინგ-პონგზე. ვინ უფრო მეტს გამოიყენებს და ვინ უფრო წარმატებულად გამოიყენებს. რუსები ძობნიან მეტის გამოყენებაში, იმიტომ რომ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ყველაფერს უბახუნებენ დრონებს. ჩვენ უფრო ასე ვთქვათ ქირურგიულად და უფრო მიზანმიმართულად ვიყენებთ მნიშვნელოვან სამიზნეებზე ასე ვთქვათ. ძალიან ბევრ რამეზე მუშაობს უკრაინა იმ კუთხით, რომ დააკომპენსიროს თავისი რიცხობრივი უმცირესობა და დააკომპენსიროს ტექნოლოგიით. ეგრეც უნდა იყოს, სხვა ვარიანტი ფიზიკურად არ არის. შესაბამისად, დრო დაჭირდება ამ ყველაფერს, არ უნდა ველოდოთ რომ რაღაცა ესე გადაწყდება, როგორც 2022 წელს იყო, რომ ერთი დადახევით და ვაშაკი დავიტანეს მთელი ხარკოვის რაიონი და იზიუმი და ასე შემდეგ, კონცერტების დროს ეგეთი ინსკრიდები ამ დრონების ომში უკვე აღარ მოხდება, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე არის ISR-ზე და დაკვირვებაზე და ყველაფერი თვალთვალის ქვეშ არის ორივე მხრიდან.